მებო, უცუბიძე, მუსიკოსი. რა, მომწონს ისეთი როგორც ვარ, არაფერს არ შევცვლი პრინციპში, იმიტომ რომ როგორიც ვარ, ცუდი თუ კარგი, ალბათ ყველა იმ თვისების ერთობლიობიდან გამომდინარეობს, რაც მაქვს. ანუ კარგია თუ ცუდი, ყველაფერი ერთად. სპორტი ძალიან მიყვარს ზოგადად, ყველა სპორტი, კალათბურთი, ჩოგბურთი, ფეხბურთი. დავდიოდი ბავშვობაში ფეხბურთზე და ძალიან ხშირად ვთამაშობ ეხლაც ფეხბურთს, როცა მაქვს საშუალება. ისე კი ჩოგბურთში გულშემატკივრობ რაფაელ ნადალს, ჩემი საყვარელი ჩოგბურთელია, კალათბურთში კლივლენდ კავალიერს და ლებრონ ჯეიმსს და ფეხბურთში იტალიის ნაკრების კომაგი ვარ უკვე წლებია. გამოსულიყავი არ ვიცი, არ ვფიქრობდი ძალიან ხშირად. ყველაზე მეტად ბავშვობაში მიყვარდა Sony PlayStation-ის თამაში, იმიტომ რომ რაღაც ჩემთვის სკოლიდან რომ მიდიოდი პირველი რაც ვაკეთებდი ეგ იყო. თუმცა დაახლოებით 10 წლის რო გავხდი, ან ცოტა მეტის 11-ის, პირველად წავიდე ჰარი პოტერი და მას შემდეგ ძალიან მინდოდა რომ ჯადოქარი ვყოფილიყავი, მაგრამ მე მივხვდი არ ვიყავი. ნიჭი? არ ვიცი, ფრენა ნიჭი არ არის პრინციპში, მაგრამ ფრენა რო შემეძლოს კარგი იქნებოდა, მაგრამ ნიჭი არ ვიცი. წიგნების კითხვა. არ გავაკეთებ იმას, რაც ჩემს პირად პრინციპებს ეწინააღმდეგება. არაფერს, იმიტომ რომ რეალურად ის შეცდომების თუნდაც რაც შეიძლება ჩაითვალოს, რომ არასწორად გავაკეთე ან რაღაცა, თუნდაც ის შემთხვევები, როდესაც თუნდაც რაღაც ჩემ პრინციპებს რაღაც ერთი მომენტი მაინც უარი ვთქვი, იმ მომენტში იყო შეცდომა, მაგრამ თვლი რომ ის რაც ვარ დღეს და როგორც მოვიდი დღემდე, სწორედ იმ შეცდომების დამსახურებით შეიძლება იყოს, ასე რომ არაფერს არ მინდა. პირველი კაცნა სკოლაში ძალიან უცნაური იყო. ანუ ისეთი ბავშვი. ეს იყო. სიყვარული ჩემთვის არის როდესაც ხარ მეორე ადამიანთან და ისევ ხარ შენი თავი, ანუ არ იცვლები, ხარ ბუნებრივი, ხარ ის როგორიც ხარ და თანამედროვულად ძალიან კარგად გძნობ იმ ადამიანთან თავს. ვარ ყველაზე ბედნიერი. ხალი არის, არ ვიცი, მოკლედ ჩაგონების წყარო შეიძლება იყოს ძალიან ხშირად, იმიტომ რომ მით უმეტეს მაშინ როდესაც რაღაც სულ პატარა მუსიკოსი ვიყავი, რომელიც პირველად ავიღე გიტარა ხელში, ძალიან ხშირად იმიტომ წერდი სიმღერებს, რომ მიყვარდებოდა ვიღაც. შეიძლება უბრალოდ უცნობი გოგო, რომელიც გაივიდა ქუჩაში. შესაბამისად, ჩემთვის რაღაც სილამაზიდან ასოცირდება ყოველთვის და რაღაცნაირად, არ ვიცი, ალბათ წარმოუდგენელია ქალების გარეშე ცხოვრება, ისევე როგორც კაცების გარეშე. ზოგადად ესე არის სამყარო მოწყობილი, რომ ერთმანეთს ვჭირდებით. ჩემს პროფესიაში ყველაზე მეტად მომწონს აი ეს მომენტი, რომ ძალიან სიამდვილეში ყოველთვის ჩანს, რომ აი მუსიკა რა არის, რომ ადამიანები მოდიან დაუშვათ გისმენენ კონცერტზე, აი საათნახევრიან კონცერტზე, ან უფრო ხშირად დაუშვათ თუ სადმე ტელევიზორში ერთ სიმღერას ვღერი, ან რომელიღაც შოუზე რაღაც ერთ სიმღერას 2-3 წუთი გისმენენ და გონიათ, რომ აი სიამდვილეში ეს იყო ყველაფერი, მაგრამ აი ყველაზე საინტერესო არის იმის უკან რაც არის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად წლების მომზადების შედეგი არის ის, რასაც ჩემთან რომ მოდის მსმენელი საათნახევრის მანძილზე ისმენს. ანუ ეს არის ჩემი გამოცდილება, ჩემი ისტორიები, ჩემი ის რაც მაქვს განცდილი და პლუს ძალიან ბევრი შრომა, ბევრი გათანებული ღამე, ბევრი სტუდიაში, ბევრი გათანებული ღამე, ბევრი რაღაც საკუთარ თავზე მუშაობა და აი ეს პროცესი არის ყველაზე საინტერესო ჩემთვის მუსიკაში. როგორ მზადდება პროდუქტი, რომელიც საბოლოო სახით მიდის მსმენელთან, რომელიც მოდის და ძალიან ბედნიერდები, როცა ხვდები, რომ მათ იგრძნეს მე რას ვამზადებდი ამდენი ხნის მანძილზე, იმ 1 საათისთვის. ძალიან სერიოზული ადამიანი ვარ მგონი და სიცრუელებს მგონი არ ჩავდივარ. არ ვიცი, არ მახსენდება ესეთი რაღაც. სკოლაში ალბათ რაღაც სიცრუელებს ვაკეთებდი როგორც ყველა ბავშვი. თუმცა მაშინ ალბათ არ ვთვლი რომ ეს იყო რაღაც სიცრუელე. შესაბამისად, ისეთი არაფერი რომ დამახსოვრებოდა. საუკეთესო რაც ყავს, რა თქმა უნდა, ის ადამიანები, ვინც ჩემი გვერდით არიან, ჩემი მეგობრები, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, ყოველთვის ჩემს გვერდით არის და ესეთი ყველაზე კარგი მოვლენაა, რაც მომხდარა და ხდება ჩემს ცხოვრებაში. საუკეთესო რაც მაქვს ნივთებზე არ ვფიქრობ. გიტარა ალბათ, იმიტომ რომ ჩემი გიტარა რო არ იყოს, მე არ ვიქნებოდი ნახევარი მეგო ვიქნებოდი, იმიტომ რომ რეალურად როგორც კი გიტარა არ მიჭირავს ხელში ვერ მომღერია. რეალურად საერთოდ ძალიან მიჭირს. გარდა გამონაკლისი რაღაც შემთხვევებისა, არასდროს არ მომღერი გიტარის გარეშე. ძალიან ბევრ რამეს განვიცდი, განსაკუთრებით განვიცდი უსამართლობას, განვიცდი ყოველთვის და აგრესიას იმ ადამიანების მიმართ, საერთოდ ზოგადად აგრესიას, მაგრამ განსაკუთრებით განვიცდი აგრესიას ადამიანების მიმართ, რომლებიც უბრალოდ იმიტომ ხდებიან აგრესიის მსხვერპლი, რომ უბრალოდ ეგეთები არიან, მაგალითად ჩაცმის სტილის გამო, რომ ვიღაცაზე აგრესიას ახორციელებენ, ან ცხოვრების სტილის გამო, ან რაღაც ორიენტაციის გამო და ასე შემდეგ. ანუ ეს მაღიზიანებს ყველაზე მეტად და განვიცდი არა უფრო მეტად ბრაზდები კიდეც. თან განვიცდი და თან ბრაზდები, იმიტომ რომ ვერ ვიტან როცა უსამართლოდ ექცევიან ადამიანს და მით უმეტეს როცა ძალადობენ მას. ყუილების არ მჭირდება.
ხვდები ხოლმე ეგრევე როცა იტყუები. ვიც არ უნდა იყოს. თუნდაც პირადად, თუნდაც საჯარო სივრცეში ეგრევე ხვდები რა არის ტყუილი და რა არის სიმართლე. მინდა გავიცნო ტომი იორკი. ჩემი ყველა საყვარელი მუსიკოსი, Radiohead-ი. თლიან ჯგუფსაც გავიცნობდი, მაგრამ ტომი იორკს განსაკუთრებით. ყველაფერი კარგად იქნება, ძალიან მიყვარს ეს პროექტი, იმიტომ რომ ბევრს შეიძლება ძალიან ბანალურად ეჩვენება, პრინციპში მეც რაღაც პერიოდი იყო, რომ ვთვლი რომ ძალიან ბანალური ფრაზაა და თან რას ნიშნავს ეს ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ განსაკუთრებით ამ ფრაზას ხშირად გეუბნებიან მაშინ, როცა ცუდად ხარ და მაგ დროს ეს ფრაზა ყველაზე მეტად გაღიზიანებს ალბათ, იმიტომ რომ აი კონკრეტიკის გარეშე გეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ რას ნიშნავს ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ იმ წამს არაფერი არ არის კარგად. მაგრამ ეს ალბათ უფრო ის დამოკიდებულებაა ცხოვრებისადმი, რომ ყოველთვის არის ადამიანის ცხოვრებაში და სულ არის და სულ იქნება რთული მომენტები, სირთულეები, რომლებიც უნდა გადაილახოს, მაგრამ ადამიანმა არავის არ უნდა დაკარგოს იმის რწმენა, რომ აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ საბოლოოდ მე მგონია, რომ ყველა ადამიანი მაინც კარგად ყოფნისთვის არის გაჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებიც ვერ არიან ხოლმე კარგად. ჯერა რომ ერთ დღეს ადამიანები შეძლებენ რაღაცნაირად უფრო მეტად გაუგონ ერთმანეთს და უფრო მეტად შეიყვანონ ერთმანეთი და ნაკლებად იყოს დაპირისპირება ისეთ რაღაცებზე, რაზეც ეს საერთოდ არ უნდა იყოს. რაღაცნაირად სასაცილოც კი არის ძალიან შედი ისეთ რაღაცებზე უპირისპირდებიან და ჯერა რომ ეს ესე იქნება თუ მინდა მჯეროდეს, აი ძალიან ხშირად უსმენ ხოლმე ჩემს თავს მაგ შეკითხვას. ცოტა იდეალისტი ხო არ ვარ თქო ზედმეტად და თან გულუბრყვილო რომ ესეთ რაღაცებს მჯერა თქო, მაგრამ ალბათ გონია რომ ის რომ ესეთ რაღაცებს მჯერა მეხმარება იმაში რომ უფრო დადებითად და კარგი მხარეები დავინახო ამ სამყაროში. ბოლოს ვიტყვი რომ მამა ჩემი დაიღუპა ამ ზაფხულს და ამ დროს ვიტყვი. ყველაზე რთული პერიოდი. ბევრი რთული პერიოდია რეალურად ყოველთვის არის სირთულეები ცხოვრებაში, მაგრამ აი პირველი რეალური სირთულე რაც ადრეულ ასაკში შემოხდა იყო ის რომ 15 ასაკში საფრანგეთში წავედი საცხოვრებლად, სასწავლებლად და ისეთი სირთულე იყო, იმიტომ რომ ძალიან სხვა გარემოში აღმოჩნდი უცბად 15 წლის ბავშვი, რომელიც ვარნცოვზე ვიზრდებოდი, ვარნცოვიდან უცბად პარიზში მოვხვდი და სხვანაირი ურთიერთობები, სხვანაირი დამოკიდებულებები, სხვა ენაზე სწავლა, სხვა ქალაქში ცხოვრება, მაგრამ საბედნიეროდ რაღაც 3-4 თვის შემდეგ პირველი სირთულეების გადალახვის შემდეგ ყველაფერი ძალიან კარგად წავიდა და ეხლა ძალიან ბევრი ფრანგი მეგობარი მყავს, რომელიც მაშინ შევიძინე და მას შემდეგაც. თავი შეხვედრა. ბევრი შეხვედრები, რეალურად როდის შეიძლება მივხვდეთ რა არის თავი შეხვედრა? ალბათ რო გვაჩვენებს. რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. კარიერულადაც იყო რაღაც კარგი შეხვედრები და პირად ცხოვრებაშიც იყო რა თქმა უნდა. კეთი როდესაც გავიცანი ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოვლენა, რომელმაც მაშინ არ ვიცოდი რა თქმა უნდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. და სხვა მხრივ მუსიკალურად ძალიან ბევრი ისეთ მუსიკოსს შეხვედრი ვალ, რომელსაც ბევრი რაღაც როლი უთამაშია ჩემს მუსიკალურ ცხოვრებაში, მაგალითად უკრაინაში, როდესაც გავიცანი ჩემი მსწრელი და ეხლა უკვე ჩემი მეგობარი და ძალიან მაგარი მუსიკოსი და იქაური დიდი როკსტარი სლავა ვაკარჩუკი. ეს მუსიკალურ ამბავში და ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია სიამოვნებაში, აი თუნდაც დღეს რო აქ შევხვდი ვიღაც ადამიანებს, ეს შეხვედრებიც მნიშვნელოვანია. ოჯახი იმ ადამიანთა ერთობლიობას, რომლებიც ალბათ ყველაზე ძვირფასები არიან შენთვის. და მით უმეტეს რომ შეიძლება ისიც იყოს, რომ ძალიან რაღაც ეტაპზე ის შენი მეგობრები, რომლებიც ძალიან ძვირფასები არიან შენთვის, უკვე ოჯახის წევრებადაც თვლი. შესაბამისად ოჯახი რაღაც ჩემთვის ფლაც სისხლის ნათესაობის მომენტი არ არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სისხლის ნათესაობი შეიძლება მყავდეს, რომელთანაც არ მქონდეს აი ეს ოჯახური მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულება და მყავდეს რამდენიმე მეგობარი, რომელთანაც იმდენად ახლოს თვლიდე თავს და იმდენად სიახლოვეს გრძნობდე, რომ ოჯახის წევრობა დამოქმდა. პირველი სიყვარული რეალურად აი ეხლა რომელი ადამიანს მიყვარს, ის არის პირველი სიყვარული, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მიფიქრია რა არის, ანუ ბევრი სიყვარული არსებობს თუ ერთი სიყვარული არსებობს. თუ როგორ ხდება, ანუ ყველა გიყვარს თუ ერთი გიყვარს, მაგრამ ალბათ ეხლა რასაც ვგრძნობ, ჩემთვის ეგ არის სიყვარული. შესაბამისად შეიძლება ჩაითვალოს, რომ პირველი სიყვარული ეს არის, რასაც ეხლა ვგრძნობ ამიტომაც. კი, საყვარელი ადამიანის დაკარგვა რა თქმა უნდა. და დიდი შრომის შემდეგ რო რაღაცას საკეთებ და ანუ შენ რო ყველაფერი გააკეთე, მაგრამ მაინც რო არ დადგა ის შედეგი, რომელიც გინდოდა. მაგრამ ეს უფრო ის ტკივილია, რომელიც პირველი ტკივილი, საყვარელი ადამიანის დაკარგვის ტკივილი სამწუხაროდ არ გადის არასდროს. რომ ადრე ხშირად მიფიქრია ეს ტკივილი გადიოდა, ოდესმე ან დავუშვათ 1 წელში, 2 წელში ან 7 წელში, მაგრამ სიამოვნებაში არასდროს არ გადის, უბრალოდ სწავლობ ამ ტკივილზე
არ იფიქრო მაგას და აი ის მეორე ტკივილი რომელიც რო აი ბევრი ღამეები რო გითენებია რაღაცისთვის და შენ ყველაფერი კარგი დააკეთე, მაგრამ არ გამოვიდა პირიქით კარგი ტკივილია, იმიტომ რომ უფრო მეტ мотиваციას გაძლევს, რომ კიდევ ბევრი ღამე გაათენო იმ შეისწავლეთ საქმის კეთებისთვის. რის მწვენეა. აი ყველაზე ძალიან ხშირად მიგზნია ხოლმე თავი და ძალიან უხერხულად მიგზნია თავი, შეიძლება არ ვიცი, სირცხვილი ალბათ ეს გზნობა, რომელსაც იმ დროს განვიცდი ხოლმე. აი სად მე რო ვარ დაუშვათ, აი მე რო რაღაც ბარში ვარ და მეგობრებთან ვსვავ და ვჭამ და აი უცბად ბავშვი შემოდის, რომელიც რაღაც ლარატუ ყავს ხიდის და რომელიც ქუჩაში ცხოვრობს, ძალიან მწვენეა, იმიტომ რომ რეალურად მაგ დროს უცბად ფიქრები ადამიანი, რომ სამყაროში სიმდიდრის 99% 1%-ს აქვს. ანუ მე რა თქმა უნდა 1%-ში არ ვარ, მაგრამ აი ზოგადად რო დავფიქრდე, რომ როგორ იმდენი რესურსი არის ამ დედამიწაზე, რომ ისე გადანაწილდეს, რომ ყველა კარგად იყოს. კარგად შეიძლება, რა თქმა უნდა, ყველა არ იყოს დიდარი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რომ ბავშვები სიცივეში ლესელიძის ქუჩაზე აღარ დადიოდნენ ყვავილებით და ამ დროს რაღაცნაირად თითქოს მწვენეა ალბათ. იმით რომ მწვენეა, რომ უცბად შეიძლება ჯიბეში ჩაიყო ხელი და აი არ კონდეს ლარიანი და მაგის კიდევ უფრო მწვენეა, რომ აი რა და ეგეთი შემთხვევისთვის ალბათ აი არ ვიცი, აი ეგ გრძნობა არის ძალიან და ძალიან რაღაცნაირად კარგი ხასიათი რო იყო ცოტა ხანი აუცილებლად ცოტა ხასიათი ვდგები ხოლმე აიგეთ კომენტებში. არ ვიცი ეს რამდენად კომპლექსი არის, მაგრამ ვერ ვიტან სცენაზე გასვლას, როცა ისე არ ვგრძნობ თავს, როგორც მე მინდა რომ ვგრძნობდი. ანუ აი თუნდაც გიტარის გარეშე, ანუ შეიძლება ეს კომპლექსი ერთგვარი, მაგრამ აი საკმარისია რომ დავუშვათ მე ვიყო ბუნებრივი, მეჭიროს ჩემი გიტარა, ვღეროდე რაც მე მინდა და ძალიან თავისუფლად ვგრძნობ თავს, მაგრამ საკმარისია ერთი დეტალი მაინც იყოს, რაც ოდნავ არ მსიამოვნებს თუნდაც გიტარა არ მეჭიროს ხელში რაღაცნაირად ვერ ვგრძნობ თავს კარგად. შეიძლება ეს კომპლექსი ერთგვარი არ მიფიქრია. რისიჩაც მისრულიც გამიშტება ჩავიცვო, ანუ ის მომენტი არასდროს არ მქონია რომ რაღაც მინდა ჩავიცვო, მაგრამ აი არ შეიძლება და რაღაც. რაც არ მინდა არ ჩავიცვებ და რაც მინდა ჩავიცვებ ყოველთვის. რიანა. არის რიანა მიყვარს ბავშვობიდან. და ჩემი ოცნება რიანას ერთად ვიმღეროდა, ისე არის. ალბათ კარგი ქალია. მედიატორი რა თქმა უნდა გიტარის. ითიც უკრავ. მანქანის გასაღები და სათვალე. იმიტომ რომ შორს ვერ ხვედავ კარგად და შესაბამისად შეუძლებელია სათვალეს გარეშე ვიარო. აი 3 მინუტი ყოველთვის თან მაქვს. ჩემი დილა იწყება შხაპით და შემდეგ საუზმე. ძალიან სტანდარტული დილა მაქვს, ანუ ვიღვიძებ, ვხიზდები შხაპის ქვეშ და შემდეგ ვსაუზმებ. დღის ძალიან დილით მიყვარს გაგვიძება, უფრო პროდუქტიული ვარ დილით რო ვიღვიძებ, დავუშვათ აი 6-ზეც რო გავიღვიძო, 7-ზე რო უკვე რაღაც ის კეთება დავიწყო და მუშაობა, უფრო პროდუქტიული ვარ. ერთადერთი სიმღერის მხრივ ეს არ მუშაობს, იმიტომ რომ ხმა არ იღვიძებს დილის 7 საათს და შესაბამისად ანუ სიმღერის მხრივ დილით პროდუქტიული ვერ ვარ. თუმცა აი სხვა მხრივ რაღაცნაირად მაინც უფრო დილის ადამიანი ვარ. ანუ ღამე არა, 12-ზე უკვე მეძინება ხოლმე თითქოს ყოველთვის. ან სინამდვილეში არ განვიცდი ხოლმე არაფერი, პირიქით მეცინება ხოლმე რაღაცებს. მაგრამ ეგეთი არაფერი ჭორი არ მახსენდება. რაღაც რა ჭორი არ ვიცი, ჭორი არ ვიცი, მაგრამ ერთი პერიოდი სუფერადი შარვალები მეცოდა რაღაც ყველაფერი შარვალი აქვს, თუ რაღაცებს წერდნენ ხოლმე, მაგრამ ეს არ არის ჭორი. რა გამიგია ჭორი? არაფერი, სინამდვილეში ეთყობა არ ვარ საჭურავო ტიპი და ბევრს არ ჭურავობენ ჩემზე არ ვიცი. ბავშვობის მოგონება 90-იანებში გავიზარდე, შესაბამისად შუქი არასდროს არ იყო ხოლმე. და ნუ ბევრი რაღაც მახსოვს ბავშვობიდან და უშუქობა მახსოვს, ოღონდ ცუდად არ მახსოვს უშუქობა, იმიტომ რომ ჩემი მშობლები, ბებია, მამი და ბიძა, ყველა ვინც ჩემ გარშემო იყო, მაქსიმალურად ცდილობდნენ ისეთი გარემო შეექმნათ, რომ მე არ მეგრძნო ის, რომ ძალიან ცუდად ცხოვრობ. შესაბამისად, აი ეს ბავშვობის მოგონება, რომელიც რო გავიზარდე, მივხვდი, რომ სინამდვილეში ცუდი პირობები იყო, იმიტომ რომ წყალი არ იყო, გათბობა არ იყო, შუქი არ იყო, საჭმელი ცოტა იყო. მე მაინც რო კარგად მახსენდება, იმიტომ რომ დავუშვათ ყოველწლიურად ჩემთვის ან ზღაპრები წაიკითხა, თან რაღაც ახალი წიგნი, როცა უკვე გავიზარდე, უკვე ჩემით რო კითხავდი, სულ რაღაც საინტერესო წიგნი მოიტანა, თან რაღაც სათამაშო. აი ეს ყველაფერი მახსენდება, რომ ერთად შეკრული ადამიანები გაჭირვების ჟამს ბავშვობაში. 7 ვარ, ესე ამბობენ ყოველ შემთხვევაში არ ვიცი. 7 ადამიანი ვარ და ცოტა ჯიუტი ვარ ალბათ. მით უმეტეს როცა საქმე ეხება მუსიკას, ალბათ ძალიან ჯიუტის კი ვარ. რაღაცებზე თუ ფიქრობ რომ ეს არის, არასდროს ისე არ ვაკეთებ ხოლმე.
არის რა თქმა უნდა გამონაკლისებიც, არის რა თქმა უნდა ადამიანები ვის რჩევასაც ვითვალისწინებ, მაგრამ უფრო ჯიუტი ვარ მუსიკალურად. სხვა მხრივ 7 და 7 ადამიანი, 7-ობის მოყვარე. ყველაფრის ანუ რეალურად მაგალითად ანუ მე ვთვლი რომ რატომ ადამიანი აი ესე უბრალოდ კმაყოფილი ხარ შენი თავით, იქ მთავრდება ყველაფერი, ანუ არასდროს არ უნდა იყო კმაყოფილი იმით, რაც გააქვს გაკეთებული, არ უნდა იყო კმაყოფილი იმით, როგორიც ხარ. რა თქმა უნდა, ანუ ეს არ უნდა გადაიზარდოს იმაში, როდესაც დაუშვათ მართლა კარგად აკეთებ რაღაცას და უბრალოდ უსაფუძვლოდ გონია რომ საერთოდ ვერ აკეთებ კარგად, მაგრამ კრიტიკულად უნდა მივიდგა ყოველთვის შენს თავს და ყოველთვის ეცადო შეცვალო რაღაცეები გააუმჯობესო. იქნება ეს სიმღერა, იქნება ეს დააკვრა, იქნება ხასიათი, იქნება ურთიერთობები, ყველაფერში უნდა გააუმჯობესო ადამიანი ყოველთვის შენი თავი და იყო უკმაყოფილო და კრიტიკული შენი თავის მიმართ და შენი გაკეთებული საქმეების მიმართ. ობობების ძალიან მეშინია. პროფესიული ჩვევა. ყოველთვის, როდესაც სცენაზე გავდივარ, ან არის რაღაც ნივთები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ჩემთან ერთად სცენაზე. ანუ ამ შემთხვევაში გიტარას არ გულისხმობთ, რომ გიტარა ნივთი არ არის, უფრო ცოცხალი არსება, რომელიც ჩემი ნაწილია, მაგრამ აი რაღაც პატარა თილისმები, მედალიონები, რომლებიც წლების მანძილზე საყვარელ ადამიანს მაჩუქეს. ან იყო შემთხვევა, რომ საერთოდ არ ვიცნობდი ადამიანს, მაგრამ მაჩუქა და მისთვის იყო ეს ნივთი მნიშვნელოვანი, ეგეთი ნივთებიც მაქვს შენახული, ანუ რაღაც პატარა ნივთები, აი მედალიონები, რაღაც სიმბოლოები, რომელიც მახსენებს იმას, რა ცხოვრება მოქვს გამოვლილი. იმიტომ რომ რეალურად, როდესაც სცენაზე ვდგავარ და მომღერი ჩემს სიმღერებს, აუცილებლად მჭირდება, რომ კარგად მახსოვდეს რაზე ვმღერი, იმიტომ რომ რეალურად ვმღერი იმაზე, რაც გამოვლილი მაქვს წარსულში. ჩემზე ამბობენ სიმღერა ეხერხება. არ ვიცი, მეტი არ ვიცი. არ ვიცი რას ამბობენ. ძირითადად მირჩევნია ხოლმე პირდაპირ მითხრან, რასაც ამბობენ ჩემზე და ესე ზოგადად რას ამბობენ არ ვიცი. ალბათ რაც იმაზე ვთქვი, რასაც განვიცდი, იგივეს ვერ ვიტან უსამართლობას და ადამიანების ჩაგვრას. პოლ ტომას ანდერსონი მიყვარს ძალიან, რეჟისორებიდან, კინორეჟისორებიდან. თეატრში საყვარელი რეჟისორი არ მყავს. უფრო კინემატოგრაფიაში უფრო განცნობიერებული ვარ ეს რეჟისორების და პროდიუსერების ვიდრე თეატრში. პოლ ტომას ანდერსონის მაგნოლია მიყვარს ძალიან და ასევე გონი ქართულ თარგმანში ნავთობი ქვია დენიელ დეივისის მონაწილეობით. ისევ პოლ ტომას ანდერსონის ფილმი. იმას რაც ეწინააღმდეგება ჩემ პრინციპებს, როგორც ვთქვი, ანუ რაც არ არის, ანუ რაც ვთვლი, რომ არ შეიძლება რომ გააკეთოს მებომ თუნდაც მუსიკაში და თუნდაც ყოველდღიურ ცხოვრებაში. რიანა ვიქნებოდი. ყოველთვის ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ ამჯერად ვარ კაცი და მომწონს რიანა. ჯერა ვინ ვიყავი არ ვიცი, მაგრამ ჯერა რეინკარნაციების და იმის რომ ადამიანები წინა ცხოვრებებში და ალბათ იმისაც ჯერა რომ ერთ დღეს როცა მე აღარ ვიქნები, სადღაც გავაგრძელებ ცხოვრებას. ვინ ვიყავი არ მიფიქრი ამაზე არასდროს. მაგრამ არ მგონია რომ მუსიკას ვუყოფილიყავი. იმიტომ რომ მე უფრო მჯერა რომ ყველა სხვადასხვა ცხოვრებაში სხვადასხვა პროფესიის და სხვადასხვანაირი ტიპის ადამიანი ხდები. ვცდილობ ყველა შეკითხვას გავცე პასუხი. შეიძლება ზუსტი პასუხი არ იყოს, მაგრამ როდესაც რაღაც შეკითხვის პასუხს არ ვცემ, რჩება შეკითხვა, რომელიც არ არის პასუხგაცემული და ეს ცუდი არის, ანუ ჯობია დაიწყო მსჯელობა და იფიქრო რაღაცნაირად გასცე ამ შეკითხვის პასუხი. Radiohead-ის კონცერტზე მინდა ძალიან წასვლა. მუსიკალურ ამბავში ჩემ არ ვიცი რა მიღწევა, ცოტა ისეთი სიტყვა არის, არ მიყვარს, მაგრამ ანუ ყოველ შემთხვევაში ძალიან ბედნიერი ვარ და ესე დადებითად უყურებ იმ ამბავს, რომ მიუხედავად ამდენი ხნის რაღაცების სხვადასხვა მიზეზების გამო მაინც შევძლი და ვაკეთებ ჩემ მუსიკას დღესაც და ვაგრძელებ ჩემ მუსიკის კეთებას. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და მიხარია რომ დღემდე ეს შევძლი და კიდევ შევძლებ აუცილებლად. სამ რამეს ვერ გამოვყოფ, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერი არის საგონების და ინსპირაციის წყარო, იმიტომ რომ მართლა შეიძლება უბრალოდ ავტობუსით მგზავრობდი და რაღაც დაინახო ფანჯრიდან და ეგრევე შთაგონების წყარო იყოს. შეიძლება კონკრეტული ადამიანი, შეიძლება უბრალოდ მოვლენა, შეიძლება პრესაში წაიკითხო რაღაც, წიგნი წაიკითხო, იმიტომ რომ ყველაფერი აბსოლუტურად, ანუ რეალურად ეგეთი რაღაც არ ხდება, რომ აი ვინახე მე ეს შთაგონების წყაროები მაქვს და მოდი აი ამ შთაგონების წყაროებით დავждები და დავწე რაღაც. ეგრე არ ხდება. ყველაფერი შეიძლება იყოს შთაგონების წყარო. აქამდე ნანახი ადგილებიდან რა თქმა უნდა პარიზი ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან კარგი ქალაქია და იმ ადგილებში რომლებიც ნახვაც მინდა, ყველაზე მეტად ტიბეტი. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება ტიბეტში წასვლა და იქ ავრობის კარგად ათვალიერება.
დროის მანქანა მქონდეს მომავალში წავიდოდი. იმიტომ რომ რაღაც ძალიან მიყვარს სამეცნიერო ფანტასტიკა და ძალიან ბევრს ვფიქრობ იმას როგორი იქნება სამყარო დაუშვათ თუნდაც 100 წლის, თუნდაც 200, 1000 წლის შემდეგ წავიდოდი და მე მჯერა რომ რაღაც ძალიან სხვანაირი იქნება სამყარო თუ რა თქმა უნდა იქამდე ბოლომდე არ გავანადგურებთ ადამიანებმა ეს დედამიწა თუმცა იქ სანამ მოვასწრებთ განადგურებას ალბათ ძალიან განვითარებული ვიქნებით ასე რომ წავიდოდი 1500-600 წლით წინ და აი 2007-2006 წლებში რა ხდებოდა რა მოხდება სიამოვნებით ვიხავდი ალბათ რასაც რის სრულიც მაქვს ყოველთვის მაგ შემოწმებულობ რომ გავაკეთო ანუ შესაბამისად ეს ვისურვებდი გამეკეთებინა უფრო ისე თქოს რაღაცის გაკეთება მინდოდა და ვერ გავაკეთე მაგრამ არა ანუ ყოველთვის ვცდილობ რომ რაც მინდა გავაკეთო შეიძლება დღეს არ გამოდის მაგრამ აუცილებლად გავაკეთებ იმას რის გაკეთებაც მინდა ყოველთვის თავიდან საწყისი მიზანიც ეგ არის ეხანდელი მიზანიც და საბოლოო მიზანიც არის რომ რა თქმა უნდა სულ ვაკეთო ჩემი მუსიკა და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოისმინოს ჩემი მუსიკა მაგრამ აუცილებლად ავთენტური ანუ ჩემი მუსიკა და არა ბევრმა რომ მოისმინოს იმის გამო შეცვლილი არა ის რაც არის ჩემი დარჩეს ბოლომდე ჩემი როგორც მუსიკოსი მებო მცუძე ანუ უბრალოდ მებო ვაფასებ პროფესიონალიზმს ადამიანებში და შესაბამისად ყველაზე მეტად მაბარაზებს არაპროფესიონალიზმი ანუ მე მიმაჩნია რომ უფრო მეტად რო იყვნენ დღეს ადამიანები პროფესიონალები თავიანთ საქმეში და თავის პროფესიაში ბევრად კარგად იქნებოდა ყველაფერი მეც ყოველთვის ვცდილობ რომ მაქსიმალურად პროფესიულად მივუდგე და ეს დამოკიდებულება იყოს პროფესიული ჩემი საქმისადმი და ძალიან ხშირად ვაწყდები ხოლმე ადამიანებს რომლებიც არ არიან ანუ დამოკიდებულება არ აქვს პროფესიონალური და შესაბამისად როდესაც მოხდება ისეთი ადამიანი რომელიც პროფესიონალურად უდგება თავის საქმეს და პროფესიონალიზმით არის სავსე ძალიან ვაფასებ და რა ვიცი ყველაზე მეტად ალბათ ამას ვაფასებ ადამიანში ის წარმატება რომელიც მე ჯერ არ მოსულა ალბათ მაგრამ ყოველ დღე ანუ ყველაფერი რაც გამეკეთებია პატარ-პატარა წარმატებებია რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის რომ აი საბოლოო დიდი წარმატება მოვიდეს თან პრინციპში არსებობს რომ რამე ზღვარი წარმატებისა რეალურად ყოველ წარმატების შემდეგ სხვა ახალი წარმატება არსებობს შესაბამისად ყველაფერი აი პირველი კონცერტიც კი დიდი წარმატება იმიტომ რომ მახსოვს რომ გიტარას ვერ ვიჭერდი ხელში ისევ ნერვიულობდი სულ პირველად რო ვიმღერე 2011 წლის სექტემბერში პირველი კონცერტი მქონდა მარტო სოლო კონცერტი მქონდა 2011 წლის სექტემბერში ძალიან ნერვიულობდი ის იყო პირველი წარმატება რომელმაც თუმცა შემდეგი წარმატებისთვის მოძრაობის წარმატებისკენ მოძრაობის სურვილი შესაბამისად ყველა პატარა წარმატება მახსოვს და ყველა ითვლება